ის თუ როგორ იქნება კომპანიაში მენეჯმენტი ქვეყნის კულტურაზეა დამოკიდებული. მაგალითად, იაპონელები გუნდურად მომუშავე ადამიანები არიან და გადაწყვეტილებებსაც აუჩქარებლად იღებენ. ვინაიდან მათ პროექტებში უამრავ გადაზღულ რისკს ნახავთ, საკუთარი გადაწყვეტილებების დროში აღსრულებაც არ უჭირთ. იაპონური მენეჯმენტი მომავალზეა ფოკუსირებული. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი პროდუქტებიც უმაღლესი ხარისხისაა და პრინციპში, როგორც ყველამ ვიცით, არც ინოვაციების ნაკლებობას უჩივიან. ამერიკელებს კი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოსწონთ და შესაბამისად, აღსრულებისას ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორიც გამოუჩნდებათ ხოლმე. აქედან გამომდინარე, ისინი პერიოდულად მოქნილობაში დახელოვდნენ. ამერიკელები მარკეტინგსა და გაყიდვებში იდეალურები არიან. მათ შეიძლება ვერ შექმნან საუკეთესო პროდუქტი, თუმცა მისი რეალიზაცია ძალიან კარგად შეუძლიათ. თავიანთი კულტურიდან გამომდინარე, დინჯმა იაპონელებმა კაიზენი შექმნეს, სწრაფმა ამერიკელებმა ეჯაილი. ჩვენ საინტერესოა რა გვაქვს ისეთი, რაც ქართულ მენეჯმენტს განსაკუთრებულს ხდის. დღეს ერთი შეხედვით ქართული მენეჯმენტი გადარჩენისთვის ბრძოლის ხელოვნებაა. და ხანდახან გვაქვს ცნობა, რომ ამ მდგომარეობამდე მივიდეთ კიდეც. წარსულსა და აწმყოზე ზედმეტი ფოკუსირებით მომავალზე ფიქს გაურბივართ. გადარჩენისთვის გაერთიანების ბუნებრივ ინსტინქტს, გუნდურობას ვარქმევთ და სპონტანურად დაგეგმილის იმპროვიზაციის შესრულებას მოქნილობას უწოდებთ. ეს იმიტომ ხდება, რომ საბჭოური მართვის პრინციპებზე ვცდილობთ დასავლური მენეჯმენტის დაშენებას. გვაქვს ამბიცია, რომ ამერიკელებივით სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა მოულოდნელობების მათსავით მოქნილობით გამყოლება არ გამოგვდის. მეორეს მხრივ ლეგიტიმური კითხვა ჩნდება. როგორ შეიძლება არ ქონდეს მენეჯმენტის საკუთარი მეთოდი ქვეყანას, რომელმაც თავი მსოფლიოს მიწათმოქმედებით გააცნო და შექმნილი აქვს არაერთი უნიკალური პროდუქტი ცეკვაში, სიმღერაში, მოდასა თუ კულინარიაში. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ქართული კულტურა სხვადასხვა კულტურებისგან არის გამდიდრებული. ჩვენ გავძლიერდით არა ჩაკეტილობით, არამედ იმით, რომ სხვა კულტურებთან ჰქონდა აქტიური შეხება. ჩვენი უნიკალური პროდუქტები თუ ღვინოს არ ჩავთვლით, ნულიდან არ შექმნილა. ისინი სხვა ხალხებმა შექმნეს, ჩვენ კი უფრო გაუმჯობესებული და ჩვენზე მორგებული ვერსიებით ჩამოვაყალიბეთ. და თუ ამაშია ჩვენი წარმატების ფორმულა, მე შემოგთავაზებთ გენერალური მენეჯმენტის საუკეთესო ვერსიას, რომელიც ქართულ რეალობაში ეფექტიანად და ეფექტურად მუშაობს. ეს არის დინჯად მიღებული გადაწყვეტილების მოქნილობით აღსრულება. ეს რომ ხარისხიანად გამოვიდეს, აუცილებელია კორპორატიულ კულტურაში დავნერგოთ იაპონური გუნდურობა და ამერიკული პრინციპულობა. სწორი ინტერვენციების შედეგად ეს ნებისმიერ ქართულ კომპანიაში სავსებით შესაძლებელია. დღეს ქართულ ბაზარზე ძალიან ბევრი კომპანიის სათავეში რუსი, ამერიკელი, თურქი, უკრაინელი თუ სხვა ეროვნების ხელმძღვანელია. ისინი ინვესტორების დანიშნულია და ვეჭვობ, რომ ქართულ მენეჯმენტს დობას არ უცხადებენ. ხომ არ მოვიდა დრო, რომ სამყაროს ქართული მენეჯმენტის უნიკალურობა შევთავაზოთ. დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე.